მერის მიერ დაგეგმილი რეფორმის გარშემო პარლამენტში აზრი იყოფა. დეპუტატებმა ტაქსების რეგულირების შესახებ მომზადებული კანონპროექტის განხილვა დაიწყეს. პროექტის მიხედვით პირველ ეტაპზე ტაქსების მძღოლების სავალდებულო რეგისტრირება იგეგმება. სწორედ დოკუმენტის ეს ნაწილი უჩენს კანონმდებლებს ყველაზე მეტ კითხვას. დეპუტატებს ასევე აინტერესებთ რა იქნება რეფორმის შემდეგი ეტაპი და მოუწევთ თუ არა მძღოლებს დამატებითი გადასახადების გადახდა. კითხვებს დღეს მერის მოადგილე პასუხობდა. Სინიკური კანონპროექტია თავისი შინაარსითაც, რომელიც ემსახურება ტაქსისტების ჯიბეში ხელების ფათურს. მეზრუნავთ უსაფრთხოებაზე ყველა იმ ადამიანის, ვინც გზავრობს ტაქსით. ის, რასაც ოპოზიცია ტაქსის მძღოლების ჯიბეში ხელის ფათურს უწოდებს, უმრავლესობისათვის მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით გადადგმული ნაბიჯია. სექტემბრიდან ტაქსების რეგულირების პირველი ეტაპი იწყება, რაც მმართველი გუნდის წევრების მტკიცებით, მხოლოდ ქალაქში არსებული ტაქსების რეგისტრაციას ითვალისწინებს. რა თანხის გადახდა მოუწევთ მძღოლებს ერთჯერადად უცნობია, თუმცა მერის მოადგილემ უკვე იცის, რომ ფასი ავტომობილის ტიპის მიხედვით განისაზღვრება. იმისთვის, რომ ადამიანმა ნებართვა მიიღოს, თუ მას ყავს ჰიბრიდი ავტომობილი, გადაიხდის მინიმალური ერთჯერადი საფასურის ნახევარი, თუ ელექტრომობილი ყავს, აბსოლუტურად უფასო იქნება რეგისტრაცია, ანუ ნებართვის მიღება, ხოლო თუ ჩვეულებრივი ავტომობილით აპირებს გააგრძელოს მომსახურება, მაშინ იქნება ძალიან მინიმალური საფასური, ეს არის ეგრეთ წოდებული ფურცლის საფასური. მე არაერთხელ მითხოვ, შეიძლება იყოს 50-100 ლარი. კანონპროექტის ინიციატორი უმრავლესობის დეპუტატი კახა კუჭავაა. ამბობს, რომ რეგისტრაციის შემდეგ ავტომობილში განთავსდება მძღოლის ფოტო, ინფორმაცია მისი ვინაობის, რეგისტრაციისა და ცხელი ხაზის შესახებ. ტაქსი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც მომსახურებას აწვდის მოსახლეობას და მნიშვნელოვანია, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ ყველა ცივილური ქვეყნის გამოცდილებას, ეს იყოს ელემენტარულად რაღაც დონეზე მაინც დარეგულირებული. ოპოზიცია ცვლილებებს უარყოფითად აფასებს და ხელისუფლებას მძიმე სოციალურ მდგომარეობას ახსენებს. ისინი ეჭვობენ, რომ ინიციატივის ამოქმედების შემდეგ მძღოლებს ფინანსური ვალდებულებები დაეკისრებათ. მესამე სექტორში კი მიიჩნევენ, რომ გაურკვეველია რეგულაციების მომდევნო ეტაპის ამოქმედების ვადები და პირობები, რაც ტექნათვალიერებასა და მრიცხველების დამონტაჟებას გულისხმობს. წარმოუდგენელია მიაჩნდეს საკანონმდებლო ორგანოს, რომ საცობებს მოაგვარებს დამატებითი გადასახადები. ეს არ ემსახურება არც რაიმე უსაფრთხოებას, არც რაიმე სტანდარტს. იმ ფონზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ანუ იაფიანი ტრანსპორტი დღეს არის განუვითარებელი, სამწუხარო და არასაკმარისი, ტაქსის გაძვირება კიდე, რომელიც გარდაუვალი პროცესი იქნება ამ რეგულაციების შემდეგ მიუღებლად მიგვაჩნია. ტაქსების რეგისტრაციის გარდა კანონპროექტი ითვალისწინებს სატვირთო და სადისტრიბუციო ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვას. ერთ-ერთ ვერსიად განიხილება, რომ სატვირთო მანქანებს დილით და საღამოს პიკის საათებში გადაადგილება შეეზღუდოთ, ხოლო სადისტრიბუციო ავტომობილებისათვის რეგულაცია უფრო გამკაცრდეს და მათ დილის 7-დან საღამოს 8 საათამდე მოძრაობა აეკრძალოთ. ინიციატივას მიესალმებიან ისინი, ვისაც კანონი უშუალოდ შეეხება, თუმცა მათი ნაწილი მოსალოდნელ რისკებზე საუბრობს. ამან შეიძლება საკმაოდ სერიოზული ზიანი მიაყენოს იმ 5000-მდე სავაჭრო წერტილს, რომელიც დღის განმავლობაში ფუნქციონირებს და ღამე არ უწევთ მათ მუშაობა და იმის გამო, რომ სადისტრიბუციო მანქანები და პროდუქცია ღამის საათებში მიიღონ, მოუწევთ დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნა. ისედაც ვერ იდებით პიკ საათებში მასალების მიღებას. განსაკუთრებით, როდესაც გვაქვს ეგრეთ წოდებული ბეტონის ჩასხმები, დაახლოებით 50-60 მანქანა გვჭირდება. დედაქალაქში ასევე იგეგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ადგილზე მსუბუქი ავტომობილების გაჩერებისთვის მოქმედი ჯარიმის 50-დან 200 ლარამდე გაზრდა. 100 ლარით კი დაჯარიმდებიან ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ის მძღოლები, რომლებიც დადგენილ ქუჩებზე გაჩერების წესს დაარღვევენ.